ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. საღამო მშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ თემა მე ნანა რობაქიძე ვარ. წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმრებს ვახო აბაშიშვილი, ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ილია შალიკიანი და სოფო ილურიძე, ახალგაზრდული რესურსების და მათთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ძალიან მინდოდა ახალგაზრდების მოწვევა, მით უმეტეს საბჭოზე საუბარი და მით უმეტეს რომ ვახო, თქვენ ახართ მესამე მოწვევის უკვე აი ამ საბჭოს თავმჯდომარე, დიდი პასუხისმგებლობაა. გამოცდილება მესმის რომ ასევე დიდია, მაგრამ პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. საინტერესოა, რამდენი წევრისგან შედგება საბჭო, როგორ შეირჩნენ ისინი, რა კრიტერიუმებით და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი საქმიანობის შესახებ. მადლობა ნანა, მიხარია რომ ჩემს მშობლიურ რიონზე ვარ. მაყურებელს თუ კი ვახსოვარ, ჯერ კიდევ ბავშვობიდან აქ გავიზარდე, მიხარია რომ თქვენთან ვარ დღეს და მადლობა რომ ინტერესდებით აქტიურად ახალგაზრდული პოლიტიკით, ახალგაზრდული ამბებით და საქმიანობით. რაც შეეხება საბჭოს, რის გამოც ვართ დღეს მოსულები, მრჩეველთა საბჭო, ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო უკვე მესამე მოწვევის არის. მესამე მოწვევაა, რაც მე თავმჯდომარე დამირჩიეს. 33 აქტიური წევრისგან შედგება საბჭო და როგორც ყოველთვის წელსაც ღია კენჭისყრით ვართ არჩეულები, ღია კონკურსის წესით უბრალოდ ცხადდება წინასწარ აპლიკაცია, ავსებს ახალგაზრდა და შემდეგ უკვე გაივლის გასაუბრება, შესაბამისად არჩეული კადრები ხდებიან საბჭოს აქტიური წევრები. გასაგებია ახსენე ტელეკომპანია რიონი და განვაგრძო მინდა ეს თემა, არაერთი ახალგაზრდა აღუზრდია, არაერთი წარმატებული მათ შორის ახარ შენ, რა თქმა უნდა ახსოვ ხარ მაყურებელს დარწმუნებული ვარ, ნიჭიერი ახალგაზრდები არავის არ ავიწყდება, სადაც არ უნდა წავიდნენ ისინი, რომელ მხარესაც არ უნდა იდგნენ, საერთოდ არ მომწონს, როდესაც მხარეებზე ვსაუბრობ, მაგრამ ეს ასეა, ეს ბუნებრივია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მე მაინტერესებს თქვენი საქმიანობის შესახებ, მიზნებისა და ამოცანების შესახებ, რაც დასახული გქონდათ 2024-2025 წლებში, უკვე 2026 წელი დაიწყო და ბუნებრივია შევეხებით, მაგრამ როგორ ჩაიარა მიმდინარე წელმა, რომელიც უკვე უпроსტად გასულმა წელმა, რით შეგიძლიათ იამაყოთ ყველაზე მეტად ეს თქვენ ყველასთან მაქვს ეს კითხვა, რისი მოგვარება შეძელით, რომელიც არის ყველაზე მეტად აღსანიშნავი და რომელმაც სიკეთე მოუტანა არა მხოლოდ თქვენ საბჭოს, არამედ ადამიანებს, რომელთანაც თქვენ გაქვთ კომუნიკაცია, ვინ იტყვის? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. 2024-2025 წელს ძალიან მნიშვნელოვანი დრო ჰქონდა საბჭოს, რადგან ძალიან ბევრი პროექტი განახორციელეთ. მათ შორის იყო ერთ-ერთი ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს საბჭოების ასოციაციის მხარდაჭერით პროექტი ჩატარდა ეროვნული ფორუმი, სადაც აირჩა წლის საუკეთესო საბჭო. და ეს საბჭო გახდა ქუთაისი, ჩვენი საბჭო და აი ძალიან წლის საუკეთესო საბჭო საქართველოს მასშტაბით? დიახ. გილოცავთ. მადლობა. არ ვიცოდი, ალბათ უნდა მცოდნო და გილოცავთ წარმატებები, ძალიან კარგი. ქუთაისის სახელზე კიდევ ერთი მთავარი ქულა დაიდო, მით უმეტეს, როდესაც ახალგაზრდები ხართ ამის ინიციატორები. მადლობა. დიახ. პირველად ჩატარდა ეროვნულ დონეზე და კიდევ უფრო ორმაგად ვიხარია, რომ ეს პირველი ჯილდო წამოვიდა ქუთაისში და ბჭყალებში არ დაუთმეთ სხვა მუნიციპალიტეტებს. ძალიან კარგი, სახელის მოხვეჭა იმდენად ძნელი არ არის, როგორც მისი შენარჩუნება, ამიტომ გისურვებთ აი ამ სახელის შენარჩუნებას. ვნახოთ, ძალიან საინტერესოა, მეცოდინება უეჭველი ამ საკითხთან დაკავშირებით მოგიწევთ. მოდით, სოფო, ვისაუბროთ ჯერ ახალგაზრდული რესურსებისა და მათთან ურთიერთობის კომიტეტის საქმიანობის შესახებ, რას წარმოადგენს, რას აკეთებთ, რა არის მთავარი საქმიანობა? წინა წელს 2025 წლის სამუშაო წელს ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ახალგაზრდების
ცნობიერება აგვემაღლებინა მოხალისეობრივი მიმართულებით და შეიძლება ითქვას, რომ ეს მისია მართლაც წარმატებით შევასრულეთ. დღეს უკვე ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ იცის, როგორ მოიძიოს ქუთაისში ახალგაზრდული შესაძლებლობები, მოხალისეობრივი შესაძლებლობები ჩაერთოს მათში და მიიღოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გამოცდილებები. ეს კომიტეტი, რომელიც ხელმძღვანელიც მე ვარ ამ წელს, არის სწორედ ამ საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილი, პირველად ფუნქციონირებს ასეთი კომიტეტი საბჭოში და ჩვენ ვინაიდან რადგანაც დავინახეთ იმის საჭიროება, რომ ერთი წელი მართლაც მცირე დროა იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდი მასშტაბის ახალგაზრდები ჩავთვალოთ პროექტებში, გადაწყვეტეთ პირდაპირ ამისთვის განკუთვნილი კომიტეტი და სამუშაო ჯგუფი შეგვექმნა, რომ რაც შეიძლება კრეატიული იდეები მოვიფიქროთ ამ ადამიანების მოსაზიდად ასეთ მცირე დროში. სწორედ ამაზე იმუშავებს ეს კომიტეტი, მათთან გვექნება როგორც ფიზიკური, ასევე სოციალური მედიიდან შეხება, კომუნიკაცია აქტიური მცირე ვიდეოების და პოსტების მეშვეობით და დახმარებით, რა თქმა უნდა. აი კრეატიული იდეები ახსენეთ და ყველაზე მეტად კრეატიული რაც იყო, რის ირგვლივაც გაერთიანდნენ ახალგაზრდები და თქვენ შეძელით ერთად მუშაობა. ამ წელს სიმართლე რომ გითხრათ, ჯერჯერობით ისევ და ისევ დაგეგმვის პროცესში ვართ, განხორციელებული პროექტების, თუმცა შემიძლია ვახსენო ჩვენი ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელიც იყო გახდი ქალაქის მოხალისე. მინდა გითხრათ, რომ 1500-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო ამ პროექტში საქართველოს მასშტაბით, ქუთაისის მასშტაბით. საქართველოს მასშტაბებზე იმედი მაქვს მოვიცეთ. გასული ვიყავით წეხან და მითო განვაგრძეთ ეს თემა ფაქტობრივად. ეს იყო პროექტი, როდესაც ახალგაზრდებმა თავიანთი ინიციატივები გამოაგზავნეს ჩვენთან. ისინი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა city game-ებში, მაგალითად პროექტების განხორციელებაში, მათ ჩაატარეს სხვადასხვა მოხალისეობრივი საქმიანობები, თუნდაც როგორც არის ელემენტარულად ვიმეს დახმარება, ცხოველების გამოყვება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და საბოლოოდ ამ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და აი ზუსტად ჩვენს პეიჯზე რომ ნახოთ ამ პროექტის შეჯამება, მიხვდებით იმ ფოტოდანაც კი რამხელა ენერგია და ემოცია მოდის, როგორი ბედნიერები იყვნენ ახალგაზრდები ამ ღონისძიებით. დარწმუნებული ვარ. ახალგაზრდული სივრცის შესახებ მინდა ასევე ისაუბროთ. რამდენად მნიშვნელოვანია ამ სივრცის შექმნა, ტექნოლოგიებით აღჭურვა და არიან თუ არა აქტიურები ახალგაზრდები, მოდიან თუ არა თქვენთან. რაც შეეხება ჩვენთვის საყვარელ თემას, ახალგაზრდული სივრცე, რომელიც ქუთაისს ასე ძალიან აკლდა და რაც გამოსახული იყო ყველა კვლევაში, ახალგაზრდებს ყოველთვის ჰქონდათ სურვილი, რომ ქალაქში ყოფილიყო სივრცე, სადაც თავიანთ იდეებს რეალიზებდნენ, გარდა ამისა მივიდოდნენ და ელემენტარული თუნდაც იმეცადინებდნენ კომფორტულ სივრცეში. სააგენტოს დახმარებით, ახალგაზრდობის სააგენტოს დახმარებით ეს სივრცე აღიჭურვა 2025 წელს თანამედროვე ტექნოლოგიებით კომფორტული სივრცე შეიქმნა, რა თქმა უნდა, ქალაქის მერიის მხარდაჭერით. სივრცე გამოყო მერიამ, ხოლო აღჭურვა ტექნოლოგიებით სააგენტომ. ძალიან კარგი სოფო მახსენა მოხალისეები და ცნობილია რომ წლის საუკეთესო მოხალისე გამოვლინდა და მას გადაეცა ჯილდო. როგორ გამოვლინდა? ვის გადაეცა და რა ჯილდო გადაეცა? ვისაუბრებ, აქვე მინდა აღვნიშნო 2024-25 წლის საბჭოს მთავარი თემა, პრიორიტეტი იყო მოხალისეობა. რის გამოც ჩავატარეთ სოფომ რაც აღნიშნა გახდი ქალაქის მოხალისე. ასეთი პროექტი და შევაჯიბრეთ ბევრი ახალგაზრდა ჯანსაღი კონკურენცია შევქმნით. რაც შეეხება ჩემთვის ისევ და ისევ საყვარელ თემას, ეს არის წლის მოხალისე. ქალაქში არ არსებობდა ასეთი ჯილდო და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ჰაერში არ გაფანტული იყო იმ ახალგაზრდების როგორ თქვა, საქმიანობა და შრომა, რასაც აკეთებდნენ და ბევრმა არც კი იცოდა რომ მოხალისეები იყვნენ. და დავანახეთ, რა თქვენ მოგვიყევით თქვენზე და ჩვენ გეტყვით ხარ თუ არა მოხალისე და ბევრი არ მოვაჩინეთ. თუ ვერ გახდა წლის მოხალისე, ჩვენ ხო დავინახეთ ელემენტარული და შემდეგი პროექტებისთვის მოვიაზრეთ. თუმცა რაც შეეხება წლის მოხალისეებს და ისევ და ისევ 2023 წელს დავიწყეთ ჯერ კიდევ გამოვლენა ამის, თუმცა 2025 იყო ყველაზე მასშტაბური. თუ 2024-ში დავიწყეთ, კარგად აღარ ვარ. 2024 მე მგონი, ხო? 2024-ში ასევე გავაკეთეთ საპატიო წლის მოხალისეც კი გეგა ორჯონიკიძე იცნობთ, მას გადაეცა. ძალიან აქტიური ახალგაზრდა არის და რაც შეეხება 2025 წელს გიორგი ბეღელაძე, ჩვენი საბჭოს წევრი, რომელსაც მართლაც ეკუთვნოდა და აღნიშნავ კადრის უკან არის ჩვენთან ახლაც.
ვეხმარება. ახლაც საქმიანობს. კი, ახლაც მოხალისეობრივად საქმიანობს. მოხალისეობრივად საქმიანობს, დიახ. ნამდვილად ეკუთვნოდა გიორგის, რა თქმა უნდა, სხვა კარგი მოხალისეებიც იყვნენ, მაგრამ პროექტების რაოდენობამ აჯობა საბოლოო ჯამში გადაწონა გიორგის მხარეს. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი სამართლიანად მოხდა და არავითარი დაუშვათ მიკერძოება, რადგანაც ახსენეთ საბჭოს წევრი, ამიტომ განსაკუთრებით მინდა რომ გამოვყო. ილია, მინდა ბიზნესი შენთვის, აი ამ პროექტის შესახებ რომ ვისაუბროთ, რას მოიცავდა ეს პროექტი, ვინ იყო ჩართული, არის თუ არა გათვლილი იმაზე, რომ ახალგაზრდამ მიიღოს სარგებელი დაუშვათ მომავლისთვის და მისი საქმიანობა წარიმართოს ისე, როგორც საჭიროა. დიახ, ზუსტად ამისთვის არის გათვლილი. ვახო მახსენა, რომ ჩვენ საბჭო დაყოფილია კომიტეტებად. ერთ-ერთი არის დასაქმების კომიტეტი, სადაც ძირითადი საზრუნავი ის არის, რომ ახალგაზრდებში დასაქმების დონე გავზარდოთ. დიახ. მართალია, ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი რესურსები არ გვაქვს, თუმცა რაც შეგვიძლია არის ასეთი პროექტების დაორგანიზება. ამ პროექტის ფარგლებში მოხდა ტრენინგების ჩატარება, სადაც ახალგაზრდებს გაეცნოთ ყველაზე აქტუალური პროფესიები, რომლებია რა უნარები სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ პროფესიებით დასაქმდნენ და მიიღონ ის ცოდნა და კომპეტენცია, რომ შემდეგ უკვე უფრო მოახდინონ შრომის ბაზარზე საკუთარი თავის დამკვიდრება. ამას ემსახურებოდა ეს პროექტები და საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ჩავრთეთ, საბოლოო ჯამში 150-მდე ახალგაზრდა მიიღო ეს მომსახურება სივრცეში, რა თქმა უნდა, სრულიად უფასოდ. ყავდა მოწვეული ტრენერები და ეს პროექტი დაფინანსდა თავად ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ. ეს არის შემეცნებითი პროექტი თუ მატერიალურ დახმარებას ან რაღაც თანამშრომლობას? პროექტი, სადაც კომპეტენტური ტრენერები უტარებდნენ ახალგაზრდებს ტრენინგებს იმის შესახებ, თუ რომელი პროფესიები ითვლება მომავლის პროფესიებად, რა უნარებია იმისთვის საჭირო, რომ ამ პროფესიებს დავეუფლოთ და რა მიმართულებით შეუძლია ახალგაზრდას განვითარდეს. ასევე ერთგვარი ეს იყო პროფორიენტაციის თემებზე მოგებული საკითხიც, რადგან ყველა ახალგაზრდა დამეთანხმებით, რომ შეიძლება არ იყოს დაინტერესებული ხელოვნური ინტელექტით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან აქტუალურია დღევანდელ დროში. ამიტომ ტრენინგების ძირითად მიზანს წარმოადგენდა ის, რომ ახალგაზრდას საკუთარ თავზე, საკუთარ უნარებსა და გამოცდილებაზე მოერგო თავისი, აი ვიტყოდი, რომ მომავალი დაეფუძნებინა ამ უნარებზე და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, რასაც პროფესიის არჩევა ქვია და უნივერსიტეტში ფაკულტეტის არჩევა. ძალიან კარგია, როგორ ფიქრობთ თქვენ, აი ყველასთან მაქვს შეკითხვა, უნდა გაგრძელდეს მსგავსი ტიპის ტრენინგები ახალგაზრდებთან, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა, მოიტანა უკვე ამან სარგებელი ცხადია, თქვენ ამის შესახებ თქვით და რას აპირებთ? აი 2026-ში აპირებთ თუ არა? კი, დაწყებული უკვე პროექტის წერაც, მინდა აღვნიშნო, სიურპრიზად მინდოდა და მალე დაამთავრება, ჯერ კიდევ საგრანტოზე იგზავნება, ველოდებით დაფინანსებას სააგენტოსგან, რომელიც პირდაპირ ორიენტირებული არის ისეთ პროფესიებში, სადაც აშკარად ვხედავთ პროფესიონალი კადრების ნაკლებობას, გვინდა რომ ეს პროფესიები უფასოდ შევასწავლოთ ახალგაზრდებს ჩვენთან სივრცეში. აქვე დავამატებილია წეგან აღნიშნა, რომ სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა ეს პროექტი, თუმცა მინდა აღვნიშნო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, ასოციაცია, ეს არის საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაცია, რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას, გვაერთიანებს და სწორედ მისი მოპოვებული გრანტი იყო სააგენტოსგან, შესაბამისად ჩვენ გადმოგვეცა მცირე გრანტის სახით და ჩავატარეთ ჩვენთან სივრცეში ასეთი კარგი პროექტი Before You ბიზნესის შენთვის. ძალიან კარგი, მე წარმომიდგენია როგორები იქნებიან ის ახალგაზრდები, ვინც თქვენთან ხვდება, თქვენ მომავალში და ის ახალგაზრდები, ვინც თქვენთან ერთად თანამშრომლობს და სხვადასხვა თეორიულ თუ პრაქტიკულ გამოცდილებას იძენს, თქვენ სხვადასხვა კომიტეტი გაქვთ, მოვინიშნე მე ახლა სოციალურ საკითხთა კომიტეტი. აი ძალიან მაინტერესებს, რას ითვალისწინებს და როგორ მუშაობთ აი ამ სოციალურ საკითხთა კომიტეტი, რას აკეთებს, რა საქმიანობას ეწევა? თქვენი ტყვით ვახოთ თუ დიახ. სოციალური კომიტეტი უკვე მესამე წელია საბჭოს არსებობის დაწყების დღიდან ფუნქციონირებს საბჭოში და მისი მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება ბევრი სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი ადამიანი და ახალგაზრდა, რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტი ახალგაზრდები არიან, ჩართოს სხვადასხვა ახალგაზრდულ საქმიანობებში. მათ აქვთ შეხვედრები ონლაინ თუ ოფლაინ შეხვედრები, მაგალითად ახალგაზრდებთან, რომლებსაც რაღაც სპეციალური საჭიროებები აქვთ, რომ მათზე უფრო და უფრო მეტად მორგებული
გახდეს ჩვენი საზოგადოება. აქვთ მაგალითად ტრენინგები და სესიები ისეთ საუბრებზე, როგორიც არის ლუდომანიის პრობლემები და სხვადასხვა დამოკიდებულებების პრობლემები, ასეთი შეხვედრაც ჰქონდა ჩვენ, მაგალითად როგორც არის ლუდომანიაზე დამოკიდებულება, სხვადასხვა თამაშებზე დამოკიდებულება, ამაზე ინფორმაცია მივაწოდეთ სკოლის მოსწავლეებს, ვესაუბრეთ, ძალიან კომპეტენტურმა სხვათა შორის ტრენერმა ჩაატარა ეს შეხვედრა და აუხსნა მათ რა იწვევს ამ დამოკიდებულებებს, რა შედეგები შეიძლება დადგეს და მარტივად რომ ვთქვათ, სოციალური საკითხების საკითხების კომიტეტი სწორედ ამ ჭრილში მუშაობდა და რა თქმა უნდა აგრძელებს კიდეც მუშაობას დღემდე. ახლა ამ კომიტეტის ხელმძღვანელი შეიცვალა, ძალიან ნიჭიერი და კარგი გოგონა არის ამ კომიტეტის ხელმძღვანელი და მას ახალი მიზნები აქვს, ახალი თვალსახედვა აქვს და ეს დოკუმენტი დღეს იწერება და სულ მალე საბჭოს სხდომაზეც წარადგენს და ძალიან დიდი იმედით ვიცი რომ ავწევთ და ამ სამოქმედო გეგმას დაუჭერთ მხარს. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრეთ ახლა, ძალიან მნიშვნელოვან. ეკონომიკის კომიტეტის შესახებ თუ შეგიძლიათ, ილია, გითხრათ საქმიანობის შესახებ და მიღწევები თუ გაქვთ ამ კუთხით რაიმე თუ ესეც იგივე ტრენინგების სახით ხდება და ინფორმაციული თვალსაზრისით ვითარდებიან ახალგაზრდები. კი ბატონო, ნაწილობრივ ამაზე გამოგვივიდა საუბარი, იმიტომ რომ ეს ზუსტად ეკონომიკის კომიტეტის ინიციატივა ბიზნესთან დაკავშირებით როდესაც ვისაუბრეთ. თუმცა იდეის მიტომ დაგისვით თქვენ ეს კითხვა. ჯერ კიდევ გვაქვს იდეა რომ განახორციელოთ ესეთი პროექტი წითელი სკამის პრინციპით მოვიწვევთ. აი წარმატებულ ადამიანებს მოვიწვევთ ბიზნესში ცნობილ სახეებს და მათ აი წითელი სკამის პრინციპი გულისხმობს რომ დასხდებიან წითელ სკამზე და აი ახალგაზრდები მათ დაუსვამენ შეკითხვებს. შეიძლება ეს კითხვები იყოს კრიტიკულიც, ასევე მოსთხოვან მათ გაგვიზიანოს საკუთარი წარმატების გზა და უფრო სამოტივაციო ხასიათის იქნება ვიდრე კონკრეტულად რომელიმე ახალგაზრდისთვის რაიმე შეთავაზების გამკეთებელი. თუმცა ჩვენ ვიცით რომ ეს ცნობილი მეთოდია, საზღვარგარეთ ხშირად ხდება წარმატებული ბიზნესმენების ამ გზით გამოკითხვა და უბრალოდ აი ამ პროექტს ოდესაც ვაკეთებდით, მაშინ გადავწყვეტეთ რომ მაინც ჯობდა before-ი ამ პრინციპით და ამ ფორმატით გაკეთებულიყო, ვიდრე ისევ ეს შეკითხვების რეჟიმში ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება. თუმცა იდეა დარჩება და დარწმუნებული ვარ რომ მალე განახორციელებთ ამას. შერჩეული ხომ არ ყავთ რომელიმე ბიზნესმენი საორიენტაციოდ ჯერჯერობით არა. ეს შერჩეული ყავს და ზუსტად ეს არის რომ აი აქ არის პრობლემები ზუსტად იმ საკითხში რომ რომელი ბიზნესი დავიყოლიებთ ასეთ შეხვედრაზე და ახალგაზრდებისთვისაც უფრო არამხოლოდ კითხვი პასუხის რეჟიმისთვის იქნება საინტერესო, არამედ შეძლებს ახალგაზრდებისთვის რეალურად რაიმე შეთავაზებას. ერთია ბიზნესი მოხდეს და მეორეა კარგი წარმომადგენელი ყავდეს ბიზნესს რომ კარგად აგიხსნას, ყველა ერიდება მაინც. რა თქმა უნდა. უშუალოდ პირად საუბარში წამოყვება ბოლომდე, მაგრამ უკვე როცა ვეუბნებით ფორმატს, ცოტა აშინებთ ხოლმე. მესმის, იმიტომ რომ კომიტეტს ბიზნესმენები მაინც საქმეზე არიან ორიენტირებულები. მათი საქმე არის და ეს ახალგაზრდული კი ვცემთ ახალგაზრდებს პატივს, მაგრამ და მრავალი წერტილი გასაგებია. დავამატებ კომიტეტის საქმიანობას, კომიტეტის მთავარი თემა ალბათ მაინც ის არის, რომ ბიზნესს დავანახოთ, რომ ახალგაზრდები არ არიან იაფი მუშახელი, ვართ რესურსი, რომელიც უნდა გამოიყენონ სწორად. რაც ძირითად შემთხვევაში ჩვენი ქალაქის სახეზე რო ვთქვათ, პირიქით არის. რატომღაც უნდათ რომ ახალგაზრდა და იაფად გამოვალ. გასაგებია თქვენი სურვილი, რატომ გინდათ ბიზნესმენებთან უფრო უშუალო კომუნიკაცია, ალბათ ისინიც გაიცნობენ ახალგაზრდებს, რამდენად წარმომადგენლობითი არიან ისინი და ახალგაზრდები რა დიდი განათლება, რა დიდი რესურსი გააჩნიათ ახალგაზრდებს და დაინახავენ ახალგაზრდებში დიდ პოტენციალს. მე არ ვიცი, ჩემი წინადადება იქნება, თუ კი რა თქმა უნდა, მაქვს უფლება უბრალოდ მე წინადადებას გეტყვით და თქვენ შეგიძლიათ გაიზიაროთ, შეგიძლიათ არა. მე მაგალითად თქვენს ადგილზე აუცილებლად მოვიყვანდი ისეთ ბიზნესმენს, რომელმაც დაიწყო ნულიდან, დაიწყო საკუთარი შრომით, არავინ არ მეხმარებია, აი ბჭყალებში არ მინდა გამოყენება იმ სიტყვების, რომელიც სამწუხაროდ ჩვეული ამბავია და ვიცით ხოლმე. რაც ხდება რიგ ბიზნესში, დაიწყო საკუთარი შრომით, ნელ-ნელა მიაღწია
შემდეგ იმას, რომ გააიჩინა ბიზნესი და დღეს უკვე ხვის კეთილდღეობაზე ზრუნავს და პირველ რიგში ასაქმებს ახალგაზრდებს, იმიტომ რომ უნდა ამ ახალგაზრდების გამოზრდა. მაგრამ ამ კუთხით ალბათ მე არ მინდა პოლიტიკურ ჭრილში გადავიდე, მაგრამ ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია ალბათ, რომ ამ ადამიანს და ადამიანებს ბიზნესის აი ამ წარმომადგენლებს ჰქონდეთ თავისუფლება თავიანთ კარგ საქმიანობაში, სწორ საქმიანობაში, სამართლიან საქმიანობაში და თავიანთი გამოცდილების მეორე ნახევარში, როცა უკვე გაიარეს პირველი ეტაპი, არ დაჭირდეთ ეგრეთ წოდებული კედელი და აი ამ კედლის გარეშე განაგრძონ საქმიანობა და არ შეეცადოს ვინმე მათი საქმიანობის შეწყვეტას. ასეც ხდება სამწუხაროდ, ამის მაგალითები მაქვს და დღეს ამ თემაზე ავსაუბრობ. სპორტისა და კულტურის კომიტეტი. სპორტი და კულტურა. ნუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, კი ბატონო, ყველა მნიშვნელოვანია ისე სოციალური საკითხი ახლა რომ დაუკვირდეთ ეკონომიკური, არ ვიცი ყველა, მაგრამ სპორტი, რომელზეც ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ხელს უწყობს იგივე ლუდომანიისა და ასე შემდეგ დამოკიდებული თამაშების გარეშე შეუძლია სპორტსმენს ცხოვრება და თუ კი დაუშვათ რაც შეიძლება მეტ სპორტსმენთან გექნებათ ურთიერთობა და მათ გამოცდილებასაც გააზიარებთ ახალგაზრდებში არ იქნება ურიკო. მაგრამ ეს ჩემი მოსაზრება, თქვენ რას აკეთებთ ამ მიმართულებით? ჩვენ ძირითადად ვეთმობთ სპორტის კონცეფციას, რაც გულისხმობს. აი ეს არის დოკუმენტი, რომელიც აი 2026 წლის ჩათვლით აქვს ვადა და ეს ახალგაზრდული კვლევების და საჭიროებების მიხედვით გამოკვეთილია უშუალოდ რა უნდა გაკეთდეს სპორტის განვითარებისთვის ქალაქში. ასევე ჩვენ ვეთმობთ სხვა სტატისტიკებს და ამის მიხედვით უკვე ვიძლევით რეკომენდაციებს, რომ სპორტის მიმართულებით რა უნდა გავაკეთოთ, რომ მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტული კულტურის დამკვიდრება და პოპულარიზაცია. ამ შემთხვევაში შემიძლია გავიხსენო დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ჩვენ შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ექსტრემალური სპორტით, როგორც არის სკეიტბორდინგი, BMX-ი, ეგრეთ წოდებული როლიკები და ასე შემდეგ. შევხვდით ახალგაზრდებს და მათ გაგვიზიარეს საკუთარი საჭიროება, რომ მათ აღარ ჰქონდათ სკეიტპარკი, რომელიც აქამდე მდებარეობდა პიონერთა პარკში. კი ბატონო. და ძალიან ბევრი საშიშროება გამოიკვეთა მაგალითად ის, რომ ამ სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდები არ წყვეტდნენ მაინც გამოყენებას ამ სპორტული აქსესუარების და რაც უკვე საშიშროებას წარმოაჩენდა იმისას, რომ მიიღოთ ტრავმა ქუჩაში, რომელიც არ იყო ეს ინტეგრირებული ამ აქტივობებისთვის და ანუ შესაბამისად მათ არ აქვთ გარკვეული ცოდნა ამ მიმართულებით, ხომ? და რაღაც შემეცნებითი თვალსაზრისით არა, შემეცნებით მეტად აქ არის ინფრასტრუქტურული ამბავი, ანუ გითხრეს, რომ სკეიტპარკი რაც აღარ გვაქვს, ან მივდივართ წყალტუბოს გზაზე უკავავთ ამ გულებს სხვა სივრცეებს და საშიშია თავადაც გითხრეს და ჩვენ უბრალოდ საჭიროება გამოვკვეთეთ მათთან საუბარში ზუსტად რა ჭირდებოდა და შემდეგ უკვე როგორც პრეზენტაციის სახით, ასევე წერილობითი სახით, დოკუმენტის სახით რეკომენდაცია მივაწოდეთ მერს. ამის შემდეგ უკვე მის მერე გავიდა წელიწადნახევარი და ჩვენ ვიცით, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ახალი სკეიტპარკი გაიხსნება. ანუ ეს არის არა მარტო სპორტის. ანუ თქვენი ინიციატივა დაგმაყოფილდება. ინიციატივა ნაკლებად იყო. ჩვენ უფრო ვიყავით გამტარი ხიდი ახალგაზრდებსა და მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიღების შორის. და საბოლოოდ ამ შედეგზე გავედით და ზოგადადაც არა მარტო სპორტის და კულტურის კომიტეტის, სოციალურ კომიტეტზე ახსენა სოფომ და სხვა კომიტეტებშიც ჩვენ ძირითად მოვალეობა ვთვლით, რომ არა ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე რეკომენდაციები გავცეთ, არამედ მოვისმინოთ ახალგაზრდების ინტერესები და ახალგაზრდების საჭიროებები. თავიდანაც, როდესაც საბჭო და კომპლექტა გათვალისწინებული იყო, რომ თითოეული ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო თითოეული უბნიდან, უნივერსიტეტიდან, სკოლიდან, რომ ასეც მოხდა კი და ფაქტიურად ქუთაისის არც ერთი უბანი არ არის ისე, რომ საბჭოში არ ყავდეს წარმომადგენელი. და შესაბამისად ახალგაზრდების საჭიროებებიც ამ ადამიანების პირით ვრცელდება ჩვენთან და შემდეგ უკვე შეხვედრა წინაღარაფერი უდგას და რეკომენდაციის დაწერაც კიდე და წარდგენას სხვა არაფერია თუ არა ჩვენი პირდაპირ მოვალეობა. გასაგებია. ანუ თქვენ ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავთ, უბანს უფრო სწორად,
და იცით უკვე სად რა გასაჭირი აქვს ახალგაზრდებს. ყველაზე პრობლემატური ადგილი რომელია თუ არ გინდათ დასახელება? ასე ვერ გამოყოფ ყველა უბანს სპეციფიურად. შვენიერი პასუხია თავმჯდომარისთვის, გასაგებია. გასაგებია. ფესტივალებთან დაკავშირებით მინდა ვისაუბროთ. გემრიელი თემა არის. კი ბატონო, გემრიელი თემა. ვინ ვისაუბრებს? შემიძლია ვისაუბრო, წლებია რაც ქუთაისში დავიწყეთ ფესტივალების ორგანიზება. მინდა გამოვყო ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქისთვის Yellow Festi, რომელიც აღინიშნება. რას ნიშნავს? და რას მოიცავდა? ყვითელი ფესტივალი არის, ასე ვთქვათ, რადგან შინაარსი. შინაარსი არის მუსიკალური ფესტივალი, სრულად ვიტყოდი მაინც ბოლომდე ახალგაზრდებზე გათვლილი. დიახ. გვინდა არ გვინდა. ყვითელი იმიტომ რომ შემოდგომით ტარდება და ყველაზე მარტივი სახელი ავარჩიეთ და მაგალითად გაუჩნდებათ კითხვა რატო ინგლისურად, იმიტომ რომ საერთაშორისო ფესტივალი გახდა შარშან. მყავდა სტუმრად ორი საერთაშორისო არტისტი, Ibiza Records-ი და Bossy Dolbina, რომლებმაც საოცარი საღამო აჩუქეს ქუთაისელ და არა მარტო ქუთაისელ მსმენელებს. ფესტივალი უკვე 3 წლის ხდება წელსაც საერთაშორისო იქნება, ისე სექტემბერში აღინიშნება, საკმაოდ წარმატებით, მოკლედ ახლა ვართ ეტაპზე დაგეგმვის, როცა ახალგაზრდებთან ისევ და ისევ ახალგაზრდებთან ჩართულობით ვეძებთ კარგ არტისტებს. ვინ ახალგაზრდა არტისტებს? არა მარტო, შეიძლება იყოს არა ახალგაზრდა, მაგრამ უსმენდნენ ახალგაზრდები. დიახ. პრიორიტეტია რომ მოკლედ გავითვალისწინოთ ბოლომდე ახალგაზრდების სული. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. გარდა მაგისა, ახალგაზრდული ფესტივალი, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს აღინიშნება ხოლმე, იმართება, იმიტომ რომ 12 აგვისტო არის ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, სწორედ მაგ დღეს გამოვლინდება წლის მოხალისეც, უკვე მესამე წელია ესეც. გასაგებია. და მოკლედ საკმაოდ დახუნძრული დღე გვაქვს ხოლმე, გვაქვს ფორუმი, რომელიც ახალგაზრდული ფორუმი, რომელიც სადაც მოწვეულნი არიან უნივერსიტეტები, არიან კოლეჯები, სკოლები, ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა რომ პირდაპირ უნივერსიტეტიდან მოისმინონ, რა სპირდება მათ, ან რა დახვდება ჩაბარების შემდეგ. ასევე არის ქვიზები, გამოფენილი არის სხვადასხვა ხელნაკეთი, აქსესუარები, არის გამოფენა გაყიდვა და საღამოს გვირგვინდება ისევ და ისევ კარგი გემრიელი კონცერტით. ეს ხდება ქუთაისის ქუჩებში, რაღაც ორმაისობა გამახსენდა ისე ხსნით. გავსი ფორმატით, ოღონდ მცირე მასშტაბით. ოღონდ უფრო მცირე მასშტაბით. და იგეგმება კი, ბოლო წლებია, რაც არ შეგვიწვია ლოკაცია, ბალახნის ცენტრში 100 საფეხურიანი კიბის წინ იმართება. ძალიან კარგი. ძალიან კარგი და ერთი კითხვა მაქვს. რადგანაც თქვენ ახსენეთ მერიასთან თანამშრომლობა, საინტერესოა გაქვთ თუ არა მჭიდრო თანამშრომლობა. მესმის რომ მერის ახალგაზრდული საბჭოა, მაგრამ შეიძლება დარჩეს სიტყვად, სტატუსად, თანამშრომლობა როგორია? ოღონდ სიმართლებით ხარით. სიტყვად რო დარჩენილი იყო, ჯილდოს ვერ მივიღებდით მერწმუნეთ, იმიტომ რომ კრიტერიუმებში ეგეც იყო გათვალისწინებული. აი როგორ ხდება თქვენი თანამშრომლობა? ყოველ თვეში თვის ბოლო პარასკევი გქონდა აღებული აქამდე და წელს არ ვიცი როგორ დავტოვებთ. პირველი სხდომა გაიმართება, პირველი არ ვთქვათ, მეორე სხდომა, სადაც რეკომენდაციები იქნება წარდგენილი და გადავწყვეთ უკვე მოქნილად გადავწყვიტეთ. ადრე იყო ყოველი თვის ბოლო პარასკევი. შევცვალეთ დავხადეთ მოქნილი, მერთან ერთად განვიხილავთ იმ რეკომენდაციებს, რასაც მთელი ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა საბჭო. გარდა რეკომენდაციისა, ასევე გვაქვს იდეები, რასაც საბჭო თავის თავზე იღებს განხორციელებას. არის რეკომენდაცია, რომელსაც უგზავნით მერს და ვეუბნებით, რომ ეს კარგი იქნებოდა შეიცვალოს თუნდაც ადგილობრივ კანონში რაიმე. აი მაგალითად საბჭოს ყველაზე დიდი გამარჯვება, რაც წლების წინ მოვიპოვეთ პირველივე მოწვევაზე, ეს იყო დღეს, როდესაც სკოლის მოსწავლეები უფასოდ გადაადგილდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტით, ეს არის საბჭოს გამარჯვება. ჩვენი რეკომენდაცია იყო პირველი რეკომენდაცია, რომელიც შვენიერი წინადადება და რეკომენდაცია, დიახ. მაშინდელმა მერიამ გაითვალისწინა და დღესაც კი სკოლის მოსწავლეები უფასოდ გადაადგილდებიან ტრანსპორტით. აი მსგავს თემებზე მუშაობთ ხოლმე და არა მარტო მსგავს, ეს არის აი ზუსტად სუფთა რეკომენდაცია, სადაც ჩვენი ჩართულობა იყო მხოლოდ ინიციატივა, ხოლო გარდა ამისა გვაქვს ასევე პროექტები, მინი პროექტები, რომელსაც საბჭო თავის თავზე იღებს, ასაც ვისაუბრეთ თუნდაც before you, აქ მერის ჩართულობა შეიძლება იყოს ჯილდო, რომ გადავცეთ კონკრეტულ ახალგაზრდას, ან სივრცე. ამ შემთხვევაში მათგან ყველაფერი გვაქვს, თავარია ჩვენ მოვინდომოთ და ხარდაჭერა სრული არის, ასე რომ იმ კითხვას, რომ ამდენად აქტიურები ვართ მერთან ერთად, ჩვენ ვამართლებთ ჩვენ სახელს ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, მერთან ერთად მუშაობთ აქტიურად.
ძალიან კარგი. ხომ არ გამოგვრჩა რამე ისეთი რაც აუცილებლად უნდა გვეთქვა, შეგიძლიათ გვაქვს დარჩენილი 1 წუთი. თუ დაგვრჩა ისეთი თემა, რომელსაც არ შევეხეთ და გული დაგწდებათ, რომ ამაზე არ ვისაუბრეთ. თემა ძალიან ბევრია, რასაც შეგვიძლია ვისაუბროთ სხვა დროსაც, მაგრამ მინდა რომ ახალგაზრდებისთვის თქვა ასეთი რამ, ჩვენ ვართ ხიდი მათსა და თვითმმართველობას შორის. შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოგმართონ ჩვენ სოციალურ ქსელებში, თუნდაც თანამედროვე TikTok-ზე, ვუპასუხებთ, დავეხმარებით, თუ აქვს რაიმე ინიციატივა, იდეა, მზად ვართ, რომ მათთან ერთად, მათი ჩართულობით შევცვალოთ ქალაქ უკეთესობისაკენ და სულ ამას ვამბობ ხოლმე, ქუთაისი მინდა ბოლომდე გახდეს ახალგაზრდული ქალაქი. ამისთვის მზად ვართ, მთავარია ახალგაზრდების ჩართულობაც. აი თქვენ თუ ამ პრობლემას მოაგვარებთ და ქუთაისი გახდება ახალგაზრდული ქალაქი იმიგრაციის ფონზე, რაც ქვეყანაშია, არ ვიცი, მე ყოველდღე მოგიწევთ, სპეციალურად დავამატებ გადაცემას და ყოველდღე თქვენთან ერთად გავაკეთებ გადაცემას, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს თქვენი საქმიანობის შესახებ. წარმატებები მინდა გისურვოთ, ძალიან კარგი ახალგაზრდები ხართ, ასევე მინდა ახალგაზრდებს უსურვო წარმატებები, რომლებიც ახლა კადრში არ ჩანან, მაგრამ აი აგერ არიან ჩვენს წინ და კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრები გახლდათ ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ვახო აბაშიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე ილია შალიკიანი და სოფო ილურიძე, ახალგაზრდული რესურსების და მათთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელი. მადლობა კიდევ ერთხელ. მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოების